გრძელდება საახალწლო ღონისძიებები და ერთ-ერთი ასეთი საახალწლო აქტივობა არის ის, რომ 21 დეკემბერს თბილისის აგრარული ბაზარი ფართოდ გაუღებს მომხმარებელს კარს და აქ უკვე ჩვენს მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ უშუალოდ გქონდეთ კონტაქტი ჩვენს ფერმერებთან. აი ამას ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ჩვენი სტუმარი არის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი თამარ თორია. დილამშვიდობის. დილამშვიდობის, მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს ნიკოლოზობაა. წარმატებებს გისურვებთ და დავიწყოთ თავიდან. რას გულისხმობს ის 13 წელი, რომელიც თქვენ ხელმძღვანელობდით აი ამ ორგანიზაციას და თქვენი ურთიერთობა ფერმერებთან? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში და შეკითხვისთვის. 13 წლით დავიწყეთ, რახან ამას შეეხეთ. სწორედ აღნიშნეთ, რომ ამ ღონისძიების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მიმართულება აქტივობა იქნება ჩვენი 13 წლიანი საქმიანობის, ასე ვთქვათ, შედეგების წარმოდგენა, რომელსაც ჩვენი თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ზამბახიძე წარმოადგენს, სადაც ფერმერებს და არა მხოლოდ ფერმერებს, ყველა დამსწრე საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენი მუშაობის 13 წლიან შედეგებს, მაგრამ ყველაზე მთავარი აქცენტი ამ ღონისძიების არის, რა თქმა უნდა, ფერმერების ხელშეწყობა, მათთვის პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა. ამას ეთმობა სწორედ ეს დღე, როგორც აღნიშნეთ 21 სექტემბერს, კარი გაიღება 12 საათზე და ღია იქნება 6 საათამდე ყველა მსურველისთვის. თვითონ ღონისძიება ჩატარდება აგრარული ბაზარი ახსენეთ, მაგრამ ძველი ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, ეს გახლავთ კონსტიტუციის ქუჩა 5 წილადი 62, შესასვლელი არის ნინოშვილის ქუჩიდან. საინტერესო ის არის, რომ დღემდე აბრა არის შემორჩენილი ცენტრალური ბაზრის. ჩვენ მოვიკვლიეთ ძველი თბილისის მკვლევარებთან, შევეცადეთ, რომ მოგვეძიებინა მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია ამ ბაზართან დაკავშირებით. როგორც აღმოვაჩინეთ, ცენტრალური ბაზარი, როგორც ასეთი ამ შენობაში სავარაუდოდ არ მდებარეობდა, მაგრამ იყო ან საწყობი, ან რამე დამხმარე ნაგებობა, რომელიც რომელსაც გეტყვით, იცით, მანდ იყო ადრე საკალათბურთო დარბაზი. ძალიან იმიტომ რომ როდესაც სპორტის სასახლე გადადიოდა რემონტზე, მაშინ იქიდან გადმოსებდნენ ჯამლეთ ხუხაშვილი, კოტე მახარაძე და გუღელი და ასე შემდეგ. მით უფრო ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე შენობაა ნამდვილად და ამ შენობაში ზუსტად რომ განთავსდება ჩვენი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია, გვეყოლება 50-მდე ფერმერი 10 სხვა რეგიონიდან, დახლების სწორედ რეგიონულ პრინციპით იქნება განთავსებული. შეგეძლებათ შეიძინოთ ყველა ის პროდუქცია, რომელიც ახალწლოს უფრას უკავშირდება დაწყებული ნიგოზით და თაფლით, დამთავრებული რძის პროდუქტებით. როგორც აღვნიშნე, ეს ფერმერები წარმოდგენილი არიან ყველა რეგიონიდან, შესაბამისად იქნება, ასე ვთქვათ, საკმაოდ ფართო ასორტიმენტი, თვითონ მომხმარებელს შეიძლება რომ უშუალო კავშირი ჰქონდეს ფერმერთან და მისგან, ასე ვთქვათ, შეიძინოს პროდუქცია, გაიგოს მისი წარმომავლობა და ასე შემდეგ. საინტერესო ის არის, რომ როცა მკვლევარებთან შევეცადეთ ამ ძველი თბილისის ბაზრის ისტორიის მოძიება, აღმოვაჩინეთ, რომ მაშინაც როგორც დღეს, ძირითადი პრობლემა მაინც იყო ფერმერისთვის უშუალოდ პროდუქტის პირდაპირ მომხმარებელზე გაყიდვა, იმიტომ რომ ნუ იყო ყოველთვის შუამავლები, როგორც დღესაც არის. შესაბამისად, გვინდოდა, რომ აი ეს ცოცხალი, ასე ვთქვათ, კონტაქტი შემდგარიყო, რომ თვითონ ყიდველს შეძლებოდა, რომ ფერმერთან ურთიერთობა ქონოდა, კომუნიკაცია მისგან შეეწყო მისი პროდუქციის შესახებ და ასე შემდეგ. საინტერესო ის არის, რომ ასევე გვეყოლებიან ეგრეთ წოდებული გეოგაფ სერტიფიცირებული ფერმერები, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერთა უმრავლესობას, ვინც იქ იქნებიან წარმოდგენილი, ექნება დამადასტურებელი სერტიფიკატი იმისა, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია არის ხარისხიანი, უვნებელი და რაც თვარია მიკვლევადი. ამ ბოლო წლებში ჩვენი მუშაობის დაკვირვების შედეგად, რაც დავადგინეთ, არის რომ მომხმარებლის ცნობიერებაც და ინტერესიც უფრო ხარისხიანი პროდუქციის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად გაზრდილია. მომხმარებელი აკვირდება ეტიკეტს, აინტერესებს მისი წარმომავლობა, შესაბამისად ეს სერტიფიცირებაც ეხმარება იმაში, რომ სწორედაც რომ მიაკულიოს, დაადგინოს თუ საიდან მოდის ეს პროდუქტი, რა ხარისხის არის, ვის მიერ არის წარმოებული და ასე შემდეგ. ამაში გვეხმარება
ასევე ევროკავშირის პროექტი, რომლის პარგლებშიც სერტიფიცირდნენ 100-მდე ფერმერი რძისა და ფუტკრის მიმართულებით, შესაბამისად ეს ფერმერებიც იქნებიან იქ წარმოდგენილი. ქალბატონო თამარ, საინტერესოა თქვენ ახლა ღონისძიებას მიუბრუნდეთ აუცილებლად, მაგრამ თქვენ ახლა სერტიფიცირებას ახსენეთ და ყველა ის წინსვლა, მაგრამ საინტერესოა აი ამ 13 წლის მანძილზე რა შეიცვალა ფერმერების ცხოვრებაში, მათ საქმიანობაში. მე შემიძლია ვისაუბრო ჩვენი წევრების სახელით. დღეისთვის 6000 წევრამდე ყავს. ეს არის ინდივიდუალური წევრები, გახლავთ კოოპერატივები, ყავს ასოცირებული წევრები, სხვა კომპანიები. პრობლემები, რა თქმა უნდა, მრავლად არის დღესაც, თუმცა ამ 13 წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევით, რასაც ვცდილობთ და დონორების მხარდაჭერითაც მათ შორის არის, რომ პირველ რიგში გავზარდოთ მათი განათლების დონე, დავეწიოთ, ასე ვთქვათ, იმ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ცოდნას, რაც საერთაშორისო ბაზარზე არსებობს. შესაბამისად, ძალიან აქტიურად ვართ ამ მიმართულებით ჩართული, რომ მივაწოდოთ შესაბამისი ცოდნა განათლება ტექნოლოგიებზე წვდომა და სხვათა შორის ღონისძიებას რო დაუბრუნდე, ამ ღონისძიებაზე ასევე გვექნება ძალიან საინტერესო ეგრეთ წოდებული აგრიტექ სივრცე, სადაც ასევე დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, რომ ნახონ ის სიახლეები, რაც აგრარულ ტექნოლოგიებს უკავშირდება და საინტერესო სივრცე გვექნება ასევე ბავშვებისთვისაც, რომ რაღაცა ამ აგრიტექ მიმართულებით ბავშვებიც დავაინტერესოთ და რაღაცა სახალისო აქტივობებში ჩავრთოთ. ქალბატონო თამარ, ეგეთი რაღაცა მინდა კითხოთ, აი ის პროდუქტები რაც არის წარმოდგენილი, თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ნატურალური, არის სერტიფიცირებული, ხო არ გამოიწვევს ეს ფასის მკვეთრ ზრდას იმ ფასებთან შედარებით, რაც ჩვეულებრივად სხვა ბაზრებშია. ძალიან კარგი კითხვა. სხვათა შორის სერტიფიცირება სწორედაც რომ ერთ-ერთი мотиваცია სერტიფიცირების ფერმერისთვის არის ის, რომ შედარებით მაღალ ფასად შეუძლია გაყიდოს თავისი პროდუქცია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან მკვეთრი ფასის ზრდა არის, მცირედი ფასნამატი ამ შემთხვევაში იქნება და ძირითადი სეგმენტი მაინც დღეისთვის ჩვენთვის სერტიფიცირებული ფერმერებისთვის არის საცალო მოვაჭრეები, სუპერმარკეტების ქსელები და ასევე ჰორეკა, რომელიც გახლავთ სასტუმრობისა და რესტორნების ქსელები, რომლებიც დაინტერესებული არიან ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენით. შესაბამისად, სამწუხაროდ დღესდღეობით ესე მრავლად წარმოდგენილი ვერ არიან. 100-ზე ცოტა მეტი ფერმერი არის დღეისთვის სერტიფიცირებული 130-მდე, რაც არ ქმნის ახლა ჯერჯერობით იმ სურათს, რომ რაღაცა მკვეთრი ფასის ზრდა გამოიწვიოს 100-ზე მეტი ფერმერის მიერ წარმოებულმა პროდუქციამ, თუმცა მათთვის ეს ერთგვარად ნიშური პროდუქტის ტოლფასია, რაც აძლევს შესაძლებლობას, რომ ხარისხიანი პროდუქტი ცოტა მაღალ ფასათაც გაყიდოს დაინტერესებულ სეგმენტზე. ნამდვილად ესეა. გამოხმაურება როგორია? ქალბატონო თამარ, ანუ მესმის ახლა ფასი შეიძლება ცოტა მაღალი იყოს თავისთავად, როდესაც კარგ და ხარისხიან პროდუქციაზეა საუბარი, მაგრამ აი თვითონ მომხმარებლების მხრიდან როგორია გამოხმაურება? მომხმარებლების მხრიდან მე ვახსენე სწორედ ეს, რომ ცნობიერება იზრდება და მოთხოვნაც იზრდება ჩვენ დასაბედნიეროდ ხარისხიან პროდუქტზე. აი დაახლოებით რო გითხრათ რა პროდუქტზე იზრდება? ხო, რა პროდუქტები იქნება მოვიცოდეთ. ანუ ჩვენ დავიწყეთ გეოგაპ სერტიფიცირების ნაწილში ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით, მათ შორის სალათის ფოთლები, ჰერბიას სალათის ფოთლები და მწვანილები ალბათ ქსმენიათ და მრავლად არის ყველა სუპერმარკეტში წარმოდგენილი შეფუთული სახით, რომელსაც გეოგაპ სერტიფიცირება ახლავს და დატანილია ეტიკეტირებაზე. სალათის პროდუქტები, ხილბოსტნეული და დაემატა რძისა და თაფლის მიმართულება, რომელიც ასევე ძალიან მოთხოვნადია თაფლი განსაკუთრებით სერტიფიცირებული მაღალხარისხიანი თაფლი, იმიტომ რომ იცით, რომ თაფლის მიმართულებით არაერთი პრობლემა ყოფილა, თაფლის დაბინძურების პრობლემა, ანტიბიოტიკებით გაჯერება და ასე შემდეგ. სერტიფიცირებული ასევე, რა თქმა უნდა, ამიტომ სერტიფიცირებული პროდუქტი გაძლევს შენ იმის, ასე ვთქვათ, სანდოობას, რომ ეს პროდუქტი ნამდვილად არის უნებელი და შეგიძლია მიირთვა თავისუფლად ყველანაირი ეჭვის გარეშე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი მტკიცებულება მომხმარებლისთვის, რომ ეს პროდუქტი შეუძლია უნებლად მიირთვას და მიართვას თავის ოჯახის წევრებსაც. ანუ ამ ბაზრობაზე ამ დღეს არ იქნება
წარმოდგენილი ცხოველური საკვები არა? არა, ცხოველური საკვები, ძის პროდუქტი. ძის პროდუქტი გასაგებია. ანუ ხორცეული არ. ერთი რაღაცა, რაც ასევე მინდა აღვნიშნო, მათთვის, ვინც რახან კარი ღია იქნება თითქმის მთელი დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ადამიანებს დასვენების და საშუალება უნდა მივცეთ, ამიტომ გარე სივრცეში გვექნება ეგრეთ წოდებული food court-ი, კვების ობიექტები, სადაც ასევე შეეძლებათ ადამიანებს შეიძინონ საკვები, ცხელი სასმელები, რომ ამ სუსხიან ამინჩი გათბნენ, იქნება ჩიჩილაკის მორთვა ბავშვებისთვის და სხვა ასევე საინტერესო აქტივობები ბავშვებისთვის, რომ ოჯახებით მობრძანდნენ მსურველები, შეიძინონ პროდუქცია და ასევე სასიამოვნო დრო გაატარონ ამ დღეს ჩვენთან ერთად. ეს ერთდღიანი ღონისძიება მხოლოდ? დიახ, ერთი დღე არის. აი აგრიტეკ AI-ზე მაინც კიდევ უფრო ჩაგეკითხებით, რას მაინც უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს და რა სახის ინფორმაცია შეგვიძლია მისგან მივიღოთ? აგრიტეკ AI ძირითადად არის ფერმერებისთვის გამიზნული, არის და გამიზნული იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებული არის, რომ დაიწყოს, ასე ვთქვათ, შედგას ფეხი ფერმერულ მეურნეობაში და მისი ამ AI-ის მეშვეობით მაქსიმალურად შეეცადოს პირველადი ინფორმაცია, ასე გამოიყენოს პირველ წყაროთ ეს ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოიძიოს მაქსიმალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელ რეგიონში რა ტიპის პროდუქცია შეუძლია მოიყვანოს, მოიძიოს ინფორმაცია ნიადაგის შესახებ, კლიმატის შესახებ, ყველა იმ დეტალური ინფორმაციის შესახებ, რაც მას დაეხმარება სწორ დაგეგმარებაში, სწორი ბიზნეს გეგმის შედგენაში, ამას ყველაფერს ეს AI უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე ჩვენი სიღრმისეული კონსულტაციის დახმარებით. აი მომავალშიც თქვენ როგორ ხედავთ დაუშვათ AI-ის ჩართულობას ამ სფეროში? ამ სფეროში სოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, AI-ის ძალიან მზარდი არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, არამედ სხვა მიმართულებებშიც ყველგან. შესაბამისად, AI ტექნოლოგიების დახმარებით სოფლის მეურნეობის განვითარება ძალიან მზარდად მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და ევროპულ ქვეყნებთან. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ვართ ასევე მსოფლიოს ფერმერთა ორგანიზაციის წევრი, სადაც 80-მდე ქვეყანა არის გაერთიანებული და მათთან მუდმივი ურთიერთგაცვლა გვაქვს ინფორმაციის და მათგან ასევე სწავლების რეჟიმში ვიმყოფებით მუდმივად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მომავალი აქვს, ტექნოლოგიები მზარდია და რობოტიზაციაც მათ შორის სოფლის მეურნეობაში ძალიან აქტიურად შემოდის. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი თამარ თორია გახლდათ ჩვენი სტუმარი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციების აღმასრულებელი დირექტორი. წარმატებებს გისურვებთ. წარმატებას გისურვებთ, ხო, აი იმ ღონისძიების ჩატარებაში და სახელმწიფო განწყობის შექმნაში კიდევ. დიდი მადლობა, გელოდებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა.